ესე 2025 წლის ბოლო გადაცემა გვაქვს. მინდოდა რომ რაღაცნაირად ლამაზი, ჰაეროვანი, მშვიდი და ჰარმონიული ყოფილიყო ჩვენი გადაცემა და შესაბამისად სტუმარიც სწორედ ასეთი შევარჩიე. ულამაზეს ნიჭიერი, მსახიობი და მოცეკვავე ნანუკა სტამბოლიშვილი იქნება ჩვენი გადაცემის 2025 წლის ბოლო სტუმარი. ხო, კარგი გადაწყვეტილებაა. დილამშვიდობა. აბა დაგახვედრე. ძალიან დიდი მადლობა და რაც გიყვარს. როგორც იქნა შემხვდა რესპონდენტი, რომელსაც ჩემსავით უყვარს ტკბილი ყავა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტკბილები, ვფიქრობ, რომ სახე ხარ ამ ქალაქის. ჩემი აზრით. ძალიან მიხარია თუ ესე ფიქრობ. თანაც მე მგონი შენი პირველი ინტერვიუ ჩემთან იყო. პირველი ესეთი გრძელი სიუჟეტი გააკეთე შენ. ჩემი 60-ის ხაზი ხო გახსოვს ეს ნანა ქართველი, სპეციალურად შენთვის ჩავიცვეს. მაშინ ახალდაწყებული მქონდა და შენ მაგით დაინტერესდი. ვარ ეკონომიკის მაგისტრი და ამასთანავე პროფესიონალი მოცეკვავე. ცეკვავ ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლ ბათუმში, რითიც მართლა ძალიან ვამაყობ და ვთვლი, რომ დიდი გამართლებაა ჩემს ცხოვრებაში, რომ თავიდანვე ამ ანსამბლში მოვხდი. მახსოვს, როგორ სწავლობდი თურქულ ენას. და ყველა გაკურებულები ვიყავით, რატო სწავლობს ეს გოგო? საიდან დაიწყო ეგ შენი კავშირები თურქეთთან? სუთავიდან მოყვე? აი, როსტა მე მახსოვს, რომ სწავლობდი თურქულს. ანა, გოვაში ყვავს, გვარიცო ისე თურქთან ახლოსაო სტამბოლიშვილი. კი. ეს ამბავი რო ატყდა, არ გახსოვს, რომ სტამბოლში წავიდაო ნანუკაო და მაგიტო დაიწერაო ეს გვარი. ფსევდონიმი ეგონა? ფსევდონიმი ეგონა ძალიან ბევრს, კი. თურქული ძალიან მარტივად ისწავლე, რაღაც გაოცებული ვიყავით ყველა. აუ, ესე ძალიან ის არის, რა ქვია, გარედან რასაც ხედავ, ხო იცი ძალიან მარტივად გეჩვენება ყველაფერი, მაგრამ თქო ეგრე მარტივად არ ყოფილა. ესე ერთ თვეში და ორ თვეში ენა ისწავლო, ქალმა და ჩახვედა და ამხელა ტექსტებით ილაპარაკო და ვარსკვლავი გახდა თურქეთში რაღაც აი დაუჯერებელი ამბავი. ხო, ცოტა დაუჯერებელი და ძალიან რთული იყო, მაგრამ ნახე შენ რომ ჩაწერე მაშინ სიუჟეტი. აი ეს არ შემოდის ხმა? ნახე ეს ხმაურიანი ხალხი. მე რატომ აქ ეს რეაქცია? აჭარლები ხო ხმაურიანი. ყველაფერს ხმაურით ვაკეთებ. კაზიმ როგორ ახა? ეს ვერ ვიცან. მაგრად ვარ, გენაცვალე, გილოცავ დამდეგს. რა დონეზე ვისწავლე, იცი? ტურისტის დონეზე. რაღაცა წინადადებების და სიტყვების ცოდნა ეს ენის ცოდნას არ ნიშნავს. მით უმეტეს რომ ითამაშო, ეს არის აბსურდი. რანაირად მომეცა ძალა და როგორ შევძელი და რა ვქენი და რანაირად არ ვიცი უფლის წყალობი. აი მაგროს ტვინში რა გქონდა? ტვინში რა მქონდა გითხრა? როცა რაღაცა გადაწყვეტილებას ვიღებ, აღმაშენებლის ფრაზას ვიყენებ. ჩახერგეთ უკან დასახევი გზები. აი, ხო, აი გარეთ ჩემი დევიზი, ესეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას სანამ მივიღებ, ვფიქრობ კარგა ხანს. ვახტები ესე სპონტანურად არასოდეს არ ვღებულობ გადაწყვეტილებას. და თუ მივიღე გადაწყვეტილება იქ მორჩა. ხო იცი, რაც გიწერია, გინდ გადაუხვიე, გინდ გადმოუხვიე, შეეწინააღმდეგებეც, მაგრამ მაინც იქნებ. ხო, სადაც უნდა მიხვიდე. რო ჩახვედი პირველად, კასტინგი იყო თუ აი როგორ მოხდა შენი შეხვედრა? ეს სფერო არის ძალიან რთული თურქეთში. ამას მივხვდი როდის იცი, როცა დრო გავიდა უკვე. აი, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და არ მიყვარს ერთი და იგივე რაღაცის მოყოლა, მაგრამ უნდა მაყურებელი მყავს. უნდა ყველას თავის მაყურებელი ყავს, ასე რომ თქვი. ზღაპარივით მოხდა. იმიტომ რომ თითქოს ყველა მემელოდა, არანაირი კასტინგი, არანაირი ზედმეტი შემოწმება მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პროფესიის არ ვიყავი. ყველანაირი გართულების გარეშე, ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. პირველივე დღეს შევედი თუ არა, 15 წუთში შემოვთავაზოთ ეს მთავარი როლი. თან იმხელა კონკურენცია, ანა, იმხელა კონკურენცია, მით უმეტეს მთავარ როლზე. ძალიან უცხოელის მიღება ცოტა ჭირს იქ. კი მოწონთ ეს აქცენტი რაღაცა, მაგრამ იმდენად ბევრი თურქი მსახიობია, ხო ხდები დასასაქმებელი, რომ ცოტა პროტესტის გრძნობაც არის. როგორ ფიქრობ, რით მოხიბლე ეს ადამიანები, რომ გავიგეთ, რომ ბედმა თავის ადგილას მიგიყვანა, საოცარი გარეგნობა გაქვს, მაგრამ მხოლოდ გარეგნობა არ ამგონია რომ მანდ იყოს. რაღაცა მეც დაინტერესებული ვიყავი ყოველთვის, რომ აი რა, ანუ იმიტომ რომ გარეგნულად, კარგი, ძალიან დიდი მადლობა ლამაზი ვარ, ძალიან ლამაზი ხარ და ბევრი ძალიან ლამაზი ადამიანია, ხო ხდები, განსაკუთრებით საქართველოში. ხო, ეს რაღაცა პრივილეგია არ არის, იმიტომ რომ ჩემთვის ქართველების უდიდესი ნაწილი არის ძალიან ლამაზი, განსაკუთრებით ქალები, ხო ხდები, მამაკაცები, აი ყველას რაღაცა შარმი აქვს, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, ამით ვინტერესდებოდი, რომ აი რატო და რეჟისორმა ამიხსნა ძალიან კარგი, იმას ეძახიან შიქ
ანუ შინაგანი სხივი. სხივი უნდა კონდეს აუცილებლად, რომ ამ ძალიან ბევრ ლამაზ და ნიჭიერ ხალხში გამოიკვეთო. და როგორ იყო, იცი, მე ხო მესამე სეზონში შევედი. 2 სეზონი სხვა გოგო იყო, ხო, ეგ ამბავიც ვიცი. ხო და აუ ისე მან სულ ბოდიში გაწყოდებ, სულ მახსენდება, მე ძალიან მიყვარს დიდებული საუკუნე. და აი ეს გოგონა, ჰიურემ სულთანი, პირველი, როცა წავიდა და მოვიდა ახალი, იმხელა ბულინგის მსხვერპლი იყო ეს მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღირსეული და მაგარი სულთანია ეს მეორეც, მაგრამ საოცარი ბულინგის და ჰეითის მსხვერპლი გახდა და შენ შემთხვევაში როგორ იყო? იგივე გავიარე ზუსტად. მართლა? კი, ძალიან რთული გზაა და ძალიან გამიჭირდა. მოდის ბავშვი. ოპა. შეფასება. გამარჯობა. მაიმე ძალიან დიდი მადლობა, გაიხარ. ჩაანაცვლებ. ხო, თავარი გმირის შემსრულებელი გოგონა. ხო. და ეს ჰეითი სად გამოვლინდა? ნახე ხო გახსოვს? სოციალებში? თურქეთამდე ჩემი ცხოვრება ხო გახსოვს და თურქეთის თურქეთამდე მე არ მახსოვს ანა სოციალურ ქსელში. ისე თუ ასე აქტიური ვიყავ, ხო გახსოვს, რომ? კი. ჩემი სფერო მქონდა, ჩემი სამოსის ხაზი მქონდა, რაღაცას გადაღებები მქონდა, ეს მქონდა, ის მქონდა, მაგრამ ერთი კომენტარიც კი არ მახსოვს. ცუდი. უარყოფითი ჩემს გახსოვს ეს? დღემდე არსად არ მინახავს შენ. ხლად ესე ვარდის ფერფერებში არ ყოფილა ყველაფერი. ალბათ იქ თურქებმა შემოგიტიეს, ხო, ხო. ესე დეტალურად არავისთვის არ მომიყოლია ეგამ. როცა ჩავედი თურქეთში და ეს შემოთავაზება მივიღე და ცოტა კი არა ძალიან შოქში ვიყავი. გამაფრთხილეს ესეც და მითხრეს, ოღონდ ძალიან სიცილით და პოზიტიურად, რომ იციო, რადგანო მესამე სეზონშიო შემოდიხარო, წინა მსახიობი, რომელიც იყო იმასო და აი წყვილს და რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარიო. ხო და ცოტა შეიძლება უარყოფითი რაღაცები ცოტაა, ხო, ცოტა შეგაპარე. კი, ცოტაო და აი ვერც კი ნუ რა უნდა მომხდარიყო ეგეთი, რომ რა 1 2 10 20 თუნდაც იყოს 50, რაღაცა დაიმორჩა. ეს ჩემს გაგებაში რა არის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პოზიტიურად შევხედო ხოლმე ყველაფერს და პოზიტიურად დავიწყო ყველაფერი. სერიალის დაწყებამდე, როცა ეს ამბავი გაჟღერდა, ისე ოფიციალურადაც არა. ანა რა მოხდა იცი? ოღონდ Facebook-ზე არა, უფრო Instagram-ზე და Twitter-ზე. თურქებიც უფრო არა, უფრო უცხოელები აიქეთ, ხო, სადაც იყიდებოდა ეს სერიალი. ხო, ეს სერიალი ხო ძალიან ბევრ ქვეყანაშია გაყიდული. აი ვერ აგიხსნა რა მოხდა. შოქში ვიყავი, იმიტომ რომ აუ რთული იქნებოდა. აი ეხაც გამაჟრჟოლა ეს რომ ახსენდება, ეხა ღიმილით კი გიყვები, მაგრამ მაშინ იმხელა სტრესი იყო ეს ჩემთვის. თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ, ამას ვერ გაუძლებს, ვერ აი გამორიცხული. აი მაგალითად რა ხდებოდა? ანუ კომენტარებში გლანძღავდნენ? კომენტარი, ანუ გააჩნია კიდე რას წერენ, ხო ხვდები? ისეთ რაღაცებს იგონებდნენ, რომ მე ვიყავ მეთქი საიდან მოიგონეს. საიდან შეიძლება ადამიანს მოუვიდეს ესეთი აზრი. ფინანსვალი არა აქვს, ხო გაგიკია. მაშინ ხო მე ამისთვის მზად არ ვიყავი, ანა აღმოჩნდა რომ არ ყოფილა. რა იყო ფისო? შენს შეწუხდი ხო ამ ამბის მოსმენა? ძალიან ეწყინა ფისო შენი ამბები. ვეხა რო წარმოიდგინე შენს და მაყურებელმა და თქვენს. ამ სფეროთი არ ვარ დაკავებული. ენა ჩათვალე რომ არ ვიცი და უცებ ეჯახები ესეც ანუ რომელზე ინერვიულო. როგორ გაართვა თავი ამ დაკისრებულ ვალდებულებას, რომელიც აიღე საკუთარ თავზე? თუ ამ ჰეიტზე, ნუ რაზე? საქმით უნდა დაამტკიცა და შენ ასეც ქენი. ცხვარი რომ მოხვდება გლების ხროვაში. წარმოიდგინე ეხა უცებ ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა და მაგას როგორ შევიმჩნევდი ეხა მე? ქართველი გამორიცხულია. ომში. ხო. ფარელომში და კურო ჯიუტ ყველაზე ჯიუტი. წარმოიდგინე არ ვიმჩნევ შინაგანად ყდები ოღონდ ისე ცუდად ვარ და უცებ აღმოვაჩინე რა. ასე ნელ-ნელა მოვიხედე უკან, ჩემი გულშემატკივრების რაოდენობა ნელ-ნელა პარალელურ რეჟიმში განსაკუთრებით პირველივე დღეებიდან დამიდგა ჩემი ქართველები. აი, რეალურად არ მინდა რომ მეწირება ამას რომ ყვები მართლა, იმიტომ მოვიხედე და უკან მედგა მთელი არმია. გესმის ეხა ჩვეულებრივი ომი, წარმოიდგინე სოციალურ ქსელში ომი. იცი რა დამემართა? აი როგორ გავძლიერდი ის, იმიტომ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ აი შენი გულშემატკივრები, შენ რატო ამდენ მადლიერი ვარ მათი. ძალიან უყვარხარ ნანუკა. მადლიერი, აი მეც მიყვარს ისინი, ანა.
აი როგორ ვუყურებ მაგათ, იცი? როგორ ჩემი ოჯახის წევრებს. მართლა გეუბნები. ყველა ჩემ წინ გადადგმულ ნაბიჯს თუ კარგი ამბავია თუ მათთან ერთად აღვნიშნავ, ხვდები? ამ ხალხმა მე ისე გამაძლიერა ყველაზე რთულ მომენტში, რომ ამის მადლიერი რო არ იყო და ეს რო არ დაინახო, ძალიან ცუდი ადამიანი. აი ეს დიადი ქართული ერთობა, რასაც ვეძახით ხოლმე, ზუსტად მანდ გამოვლინდა, ხო? მანდ გამოვლინდა რა, აი, უფრო და უფრო ისეთი ხდები რა, ჯიუტი ხდები, რომ უნდა გადალახო ის ყველაფერი, იმიტომ რომ უკან ამდენი ხალხი გელოდება. მთელი ქვეყანა ყავს უკან, ხო ხდები? მე პლუს უნდა ემიგრანტებიც ძალიან ჩართული იყვნენ, ხო, ამ ყველაფერში? აი, ემიგრანტები, აი, მიგიჟდები ყველაზე მაგარი ადამიანები და მაგათ ხო სულ სხვანაირად უყვართ და გრძნობენ აქაურობას შორის. და იცი რა მომენტი აქვს, თითქოს შენში ხედავენ საკუთარ თავს. მათაც ხო იგივე სირთულეები გადალახეს. ოღონდ ის ესე მასშტაბურად არ ჩანს, გაიგე? და შენი რო გამოჩნდა, იმან უკვე რა ქნა, იცი? არ დაუშვა. და იქ კომენტარებში მიდოდა ბრძოლა? ხო. რა ენაზე? ყველა ენაზე. ძალიან მაგარი ფრაზა არის, რომელიც სულ თავში მიტრიალებს. წარმატებას სჭირდება გადალახვა. და მე ვფიქრობ, რომ ეს გადავლახე ოღონდ ჩემი ხალხით. აი შიდა კონკურენცია როგორია თურქეთში? და აი ეს ბომონდური საზოგადოება სტამბულის სმენია ბევრი ამ ყველაფერზე და შენ თუ გქონია ამ ყველაფერთან შეხება და რა ფორმით? ყველას აქვს რაღაცა მომენტი, მაგრამ მე ამ ამბებში არ ვერევი არასოდეს, ძალიან შორს მიჭირას თავი. იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი სტილი, შეიძლება ეს სტილი გიშლიდეს ბევრ რამეში ხელს, უფრო სწრაფად წინსვლაში, უფრო სწრაფად აფრენაში ესე ვეძახებ პირდაპირ გადავდა, მაგრამ მირჩევნია ესე ნელი ნაბიჯებით, სწორი ნაბიჯებით, შვიდად შენი ხაზი ზედმეტი ინტრიგების, აი ინტრიგებს ვერ ვიტან, აი მეზიზღება ეს ყველაფერი. ეს ყოველთვის მირჩევნია ვიყო ნამდვილი, გაიგე? და მე ვფიქრობ, რომ როცა ნამდვილი ხარ, ამას ხალხიც გრძნობს. რაც არ უნდა კარგი მსახიობი იყო. კამერა ხო მაგრად გშიფრავს. კამერიდან, აი ზუსტად გრძნობს ადამიანი, შენ ნამდვილი ხარ თუ არ ხარ. ხვდები? და ალბათ მაგაშიც არის რაღაც ახსნა, ესეთი ძვირფასი და ბევრი გულშემატკივარი. იმიტომ რომ მე ნამდვილი ვარ. ჩემი გულშემატკივრების უმეტესობა არის ცოტა ბევრი ასაკიანი ბებოებიც მყავს. მე ისე ნერვიულობ მათზე. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ აი მაგალითად ცუდი სცენის მერე წმივააწევია ვიღაცას არითმია. მართლა გეუბნები და კი გეცინებარ, ჩემთვის ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი, მართლა მოქმედებს და ისედაც იმ კომენტარებს რო კითხულობენ ან რაღაცა რო მოხდება. ეხაც არის ნეგატიური კომენტარი. არა, ეხა ნახე პროექტი რო დასრულდა და ცოტა რო ეხა წნარად ვარ მეც, ისინიც მშვიდად არის. როგორც კი გამოჩნდები, ეს ხალხი ისევ გამოფხიზლდება. თურქები ძირითადად. არა, თურქი უფრო უცხოელები. ეხა ამ გულშემატკივრებში ძირითადი მასა ქართველები, ხო, ძალიან ბევრი თურქი გულშემატკივარი მყავს. პირიქით თურქებისგან ცნობენ ქუჩაში თურქეთში. გაჩნი უბანს. იმიტომ რომ როგორ არის იცი, ჩემი სერიალი უფრო ცენტრალურ უბნებში ყურებადი არ იყო, უფრო გარეუბნებში და აი გარეუბანში როგორც კი მოხვდებოდი ეგრევე ძალიან. ისე აქაური გადაღებების მერე იქაური გადაღებები როგორი იყო პირველი? ანუ ახლა ქონდა რაღაც გადაღებები, შეიძლება მასშტაბური არა, მაგრამ იქ რა ხდება? ნახე, ეხა წეღა რო გავჩერდი და ეს ხმა მეთქი მიშლის ნერვებს, ეს უკვე იმდენად გამჯდარია ჩემში, იმიტომ რომ გადაღება რო არის იქ ბუზის გაფრენა ისმის, ისიც გვიშლის ხოლმე ხელს. არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ გქონია, როგორც ვიცი. აი პირველი სცენა. აუ, მახსოვს. გამაშიალა მახსოვს. პირველი სცენა იყო როგორი რთული ანა, იცი? წარმოიდგინე რომ მიხვდე საქართველოში გებულობს ჩემი პერსონაჟი რომ გარდაეცვალა ძმა და ალაგებს ჩემოდანს. ეხლა წარმოიდგინე რამხელა ემოცია უნდა გადაიტანო კამერასთან რომ ძმის მისი გამზრდელი პირველი სცენა არ დაგავიწყდეს. ეს რომ გავიგე პირველად რომ წავიკითხე და ჩემმა რეჟისორმა ცოტა შოქში ჩემთქი და ოთახში რომ შევედი შეგაწყვეტებ ქართულ გოგონას ვინც არის ეს ახლა ქართულ გოგონას თამაშობს აი ამ სერიალში
ეხლა რაზეც საუბრობს ნანუკა. თამაშობდი, დასრულდა უკვე. ხო. ოთახში შევედი, აი ოპერატორები ძალიან კარგად გაიგებენ და ხო არის განათებები, კამერები, ხმის რაღაცა. აი ესე დავდექი და პირველი კითხვა რა იყო, იცი? სად დავდექი? იმიტომ რომ მაგასაც ხო თავის ისა აქვს რა, განათება, აი კამერა რაღაცა ხო ხდები ეს მთელი ჩრდილები ამბავი. ეს კითხვა დავსვი პირველი, რომ სად დავდგეთ? კამერას უკან არის 1.50 კაცი ხო ხდები, ვიღაცა იმას აკონტროლებს ვიღაცა რას და აი ესე იყო, მაგრამ ისეთი კარგი სცენა გამოვიდა. ხოლმე ნანუკა, ეხლა ცოტა ეს დილეტანტურ კითხვას ვამ, მაგრამ როგორ ტირი ხოლმე სერიალში? რა იმას გიწვეთებენ თვალში თუ არა, ტირი თუ? არა, მოდი ჯერ იმას დავასრულებ და ხო, დაასრულე. იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ჩემთვის და მინდა რომ ჩემ გულში და რა მატყივარმა ქენი ბოლოს, ხო. მოისმინოს, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებთ ხოლმე ესე დეტალები და სამწუხაროდ რო ძირითადად რო არს რო ვამბობ და ნახე რატო დავთანხმდი შენ გადაცემას, იცი? ხო, მაგას ვიფიქრე ბოლოს ვიტყოდი. არა, ბოლოს არ ხო, ვიტყვი, ხა ვიტყვი, აბა იმიტომ რომ მითხარ. ეს სტუდიური გადაღებები და ეს ერთი და იგივე კითხვები მე ძალიან არ მიყვარს. და შენი გადაცემა არის რაღაცა ისეთი ბუნებრივი, ნამდვილი, შინაურული. ხა. და ამიტომ რაღაცა ძალიან დიდი მადლობა. არაფრის პირიქით მადლობა. დაუბრუნდეთ პირველ სცენას. ხო და ეს რო შევასრულე, იცი რა არის? ხო არის ერთი კადრი, შეიძლება გადაიღო ორი კადრი. აი გეფიცები, როგორ ვიღებთ, იცი არის ფართო კადრი და მე ახლო კადრი რა. ხო. დუბლი არ გაგვიკეთებია. დუბლი, ოღონდ მე ამას ვერ ხვდები, ეს გავაკეთე ყველაფერი ჩაულებრივად და რო გავედი, ხო, აი ძალიან ესეთია. რო გავედი, იქ იყო მთავარი რეჟისორი, დამხმარე რეჟისორი, მეორე ეკიპის რეჟისორი. როგორ შემხვდნენ, იცი? ტაშით. და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის, რომ ყველაზე დიდი სტიმული. რომ ამით მიმანიშნეს, რომ შენ ჩვენთან ხარ. შეგიძლია, ჩვენიანი ხარ და ყველაფერს ხო. ხო. და შენს გვერდით ვარ, უმაგრესი ჯგუფი იყო მართლა. აქვს ხო ეს აზარტი ნანუკა ამ ყველაფერს და მე ეს მოთხოვნილება რაღაც. აი ხო სცენას რო აქა რო ამბობენ რომ სცენის მტვერით რომ მოიწამლებიო, მე მორჩაო, ეგეთი ამბო უარესია. მართლა. აი არ ვიცი შემ შემთხვევაში უარესი და ისეთი შეგრძნება მაქვს რა, აი რამდენიმე პროფესია ხო უკვე მოვიტოვე უკან, ხო იცი რამდენი. ადრეც მაგნა თქვამი ეს, რომ მთელი ცხოვრება რაღაცას ეძებ და რო იპოვი. აი ეგეთი შეგრძნება მაქვს. მივხვდი რასაც ამ. მიხსე? აი რომ იმდენად რთული სფეროა ეს, თუ არ გიყვარს და თუ კომფორტულად არ ხარ, ვერ იზამ რა, ეს მით უმეტეს თავარ როლი როცა გაქვს, სულ ეკრანს სტრესი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ გრძნობების გადატანა, გადმოტანა სულა ძალიან რთული ამბავია. თუ არ გიყვარს და თუ შენი არა შანსი არ გამოგივა. ამ ყველაფერს რო წარმატებით აუღო ალღო ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, ხო? როგორ გულშემატკივრობს, როგორ გიდგას გვერდში და ყველაზე მნიშვნელოვანია მეუღლე. ძალიან დიდ პატივს ვცემ შენს მეუღლეს და ძალიან მიხარია, რომ ესეთ წყვილები არსებობენ, რომლებიც ყველანაირ შინაგან мотивациას აძლევენ საკუთარ საყვარელ ადამიანს, რომ კონკრეტულ სფეროში და საქმიანობაში წარმატება მიაღწევინონ. იმიტომ რომ მე მგონია, რომ შენი მეუღლის ძალიან დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახე პირველი გადაწყვეტილება სანამ მივიღებ, ვისთან გადიხარ, ხო? ვისთან განიხილო? მეუღლესთან, დედასთან, მამასთან, ხო ხდები და ეს ადამიანები თუ არ დამიდგნენ და თუ არ დაგიდგნენ გვერდ, ნუ გამონაკლის შემთხვევების გარდა არც მიიღებ ამ გადაწყვეტილებას, რისკზეც არ წახვალ, ხო ხდები და როცა უკან გიდგას ეს ხალხი, უკვე სხვანაირად ხარ, რა ძლიერად ხარ. სხვათა შორის ლაშას აზრია, მთელი რა ვიცი რაც ვიცნობ ბავშვობიდან, იძახის, გაიძახის იმას, რომ ეს ქუჩა მემედ აბაშიძე უნდა გადაიკეთოსო. და უნდა იყოს სულ რესტორნები, ბარები, ეს ბუტიკების მაღაზიები, რაღაცები და სასეირნო ქუჩა. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ძალიან ბევრი სურათი მაქვს გადაღებული სცენაზე, როცა მოვდი. ხო და მე რო დაგინახე კინოში ძალიან გამიხარდა. დაგიხარდათ. და მე რო ტრაბახობდი ასე, აი ამ გუგლს მოვუღებდი. გაიხარდ. მადლობა დიდი, უღრმესი მადლობა. დამიზდედა მომწონდა. არა. ამას ჩავსვამ ბატონო გურამ. სადღაც თქვი რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდაო და მეც მაგას ვამბობ რომ
თუ ადამიანს ბავშვობა ჰქონდა ბედნიერი, ძალიან მარტივია შემდეგ ცხოვრების ნებისმიერ სირთულეს გაუძლო, იმიტომ რომ ამ სირთულეების კვალდაკვალ პლუს კიდე ბავშვობის ტრაუმები რო არ გაქვს ზურგზე მოკიდებული და ეს სიმძიმე რო არ გაქვს, ძალიან მსუბუქი და მარტივია ბარიერების გადალახვა. შენ შემთხვევაში ასეა, ხო? ზუსტად მადლიერი ვარ მათი. აი რთულ სიტუაციაშიც ალბათ შენს გაქვთ. რთულ სიტუაციაშიც თვალებს რა დახუჭავ ეს ბედნიერ მომენტებს იხსენებ ხოლმე, ხო? ყველაზე საყვარელ ხალხს იხსენებ, როგორ გაგზარდეს, როგორ იმედია ყველას შენი, როგორ ჯერა ყველას შენი, ხო ხტები და მე ყოველთვის ეგ მაქვს რა, აი რთულ მომენტებში დახუჭავ ხოლმე თვალს და ვიხსენებ იმ ბედნიერ ბავშვობას. სულ მქონდა რა მომენტი, რომ ჩემებს უნდა ეამაყათ ჩემით. აი ეს მქონდა ბავშვობიდან, არავის არ უთქვამს მსგავს, რომ ესე უნდა გააკეთო შვილო. არა, მაგრამ ეს კოდირებული იყო, ხედავ? ხო, აი რაღაცა ის ხო გაქვს რა, ეს შინაგანად რაღაცა. ეს მქონდა ყოველთვის და რა ვიცი, ღვთისწყალობით ამოვენ რა. რას მინდა კიდევ ხაზი გაუსვა. ეს არ უნდა იყოს ერთი მხრიდან. ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამ შემთხვევაში ესე ჩანს, მაგრამ არანაკლებ კი არა, მართლა გეუბნები. სამმხრივად დიდხანს ვერ გაქაჩავს. როგორც საკუთარი თავისთვის მინდა ხოლმე, ზუსტად იგივეა მე რასაც ვაკეთებ ჩემი მეუღლისთვის და რაც მინდა მისთვის, ხო ხტები და შესაბამისად როცა ეს თანხმედრა არის, ყველაფერი კარგად მიდის. ეგ არის გაცემაც მიღების ბალანსი. კი ბატონო, ურთიერთობაც ესეთია, ბალანსირებულია, ზედმეტი პრობლემების გარეშე. ერთ გაგება უფრო მეტია, იმიტომ რომ შენ როცა დაკავებული ხარ შენი საქმით და როცა წარმატებულად აკეთებ ყველაფერს, ხო? ეს უნდა დაგიფასდეს, უნდა დაგიფასონ და შენს უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ ზუსტად იგივე გასცე მისთვის. რა ვიცი, წყვილებისთვის ეს იქნება ჩემი რჩევა, რომ ორივე მხრიდან უნდა იმუშაოთ მეგობრებო ურთიერთობაზე. აი სტუდენტობა როგორ გახსენდება? საბუღალტრო საგადასახადოზე ვსწავლობდი. ხალი ბუღალტერია და ხო, ჩემი ამბავი ძალიან საინტერესო ცხოვრება, ხო? საბუღალტრო საგადასახადო დავამთავრე, ბაკალავრიატი, ფინანსები და საბანკო საქმე დავამთავრე, მაგისტრატურა. მე მოვისურვე და მზადება დავიწყე, ოღონდ სპეციალობის შეცვლა მოვინდომე. იქეთ არქეოლოგია და ისტორიით დავინტერესდი. შესაძლოა გამოგადგეს ეგ ყველაფერი წლების შემდეგ. იცი რა არის განათლება ყოველთვის გადგება. რაც არ უნდა სხვა სფეროში წახვიდე, წამოხვიდე, როცა ნაკითხია ადამიანია განათლებული, ყველაფერში გადგება და ადამიანს ეტყობა ეს. არაფერს არ უნდა ნობ ამ ცხოვრებაში. არაფერს არ უნდა ნობ, იმიტომ რომ რაც გამიკეთებია, შეიძლება იმ მომენტში, ნახე როგორი რაღაცა, შეიძლება იმ მომენტში ფიქრობ, რა ის სწორად მოვიქეცი ნეტა. ეხლა ზუსტად ამ პერიოდს გავდივარ მე. იმიტომ რომ ეხლა ძალიან სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო, რომ სწორად წავიდე იქ. ბევრ რაღაცაზე უარი ვთქვი. აი არის დღეები, რომ ვიტა სწორად ვიქცევი, ან ძალიან დიდ რისკზე მივდივარ, ხო ხვდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი განვლილი ცხოვრებით, ეს ძალიან ისე დავაკვირდები ხოლმე რა. ამას ფიქრობ, მაგრამ აი მოვა შეიძლება ერთ კვირაში, ერთ თვეში, ერთ წელში, რომ ამას პასუხი გაეცემა, რომ შენ აუცილებლად სწორად მოიქცე. აი გული რასაც კარნახობთ, ყოველთვის ინსტინქტებს, ინტუიციას უნდა მოусმინო. ყველაზე მნიშვნელოვანი როგორ ფიქრობ რა ადამიანისთვის, რომ ეს შინაგანად ჰარმონიაში იყოს და რაღაც შინაგან თავისუფლებას მიაღწიოს. ეს თავისუფლება ძალიან ისეთი სიტყვა არა, თავისუფალი არავინ არ ვარ თანა. თავისუფლებაში გულისხმობ ამ მატერიალურ სამყაროში, როცა შინაგანად ჰარმონიაში შედიხარ. ჰარმონიაში ხარ მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რაც ჰარმონიაში ხარ თავისუფალი ხარ. ნახე, თავისუფალი სულ ვამბობ, რომ როცა ზემოქმედებას შენზე არ ახდენი, როცა ჰარმონიაში ხარ, როცა აკეთებ იმას, რაც გინდა, ხო ხვდები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თავისუფალი ამ ქვეყნად არავინ არ არის რა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები, მინიმუმ ოჯახის წევრებთან, რომ იბადები უკვე რაღაცა ის გაქვს ვალდებულება. ხო, ვალდებულებები კიდე და მატერიალურისა და ყოფითი სამყარო კიდე სხვა თემაა. მატერიალობას არ გულისხმობს სხვათა შორის. ხო, აი ეს ვალდებულებები ხო, მატერიალური. აი რაღაც დამოკიდებული ხარ რაღაცეებზე, ის უნდა გაითვალისწინო, ხო ხვდები? აი შინაგან ჰარმონიაში რო ხარ და ეკლები რო არ გაწუხებს, რაც ან წარსულში გეკაჩ
გეკაჩება, ან მომავალში გეკაჩება და აქ და ახლა ყოფნაში და დღევანდელი წამით ტკბობაში რო ხელს გიშლის. ამ ჰარმონიას გულისხმობ რა, თორე მაგ ჰარმონიამდე რომ მიხვიდე ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ხო, და აი მაგას გეკითხები, რა უნდა გააკეთო შენი აზრით და როგორ უნდა მიხვიდე მაგამ? ვერ დაგეხმარება მაგაში ვერავინ. ხო. რაც არ უნდა ხელი შეგიწყონ. შენით უნდა მიხვიდე მაგ დასკვნამდე და ეგ გრძნობები გაითავისო და ხო შეისწრო ყორცო ესე ვთქვა. რეფლექსიის დონეზე. ნახე, ამას დრო ჭირდება, უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, ხო ხვდები? ანუ ბევრი რაღაცა უნდა გაიარო და აი შენ როგორ მუშაობ საკუთარ თავზე? ძალიან დაკვირვებით, ბევრი ფიქრით. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყოველთვის სწორ ნაბიჯებს ადამიანი ვერ გააკეთებს, მაგრამ მინიმუმ უნდა ეცადო, რომ ესე იყოს. და ბევრ მუშაობაში რა, ბევრს ვკითხულობდი, როცა მჭირდებოდა. რთული პერიოდი ყველამ გავიარეთ, ხო, ალბათ. მე მქონდა ჩემი რთული, ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელზეც მოვადრო ესე საჯაროდ ვისაუბრებ. იმიტომ რომ საჭიროა ეს რატომ? იმიტომ რომ ეს ჩემი საუბარი ამ თემაზე დაეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს. მაშინ როცა გავდიოდი მე ამ ძალიან რთულ პერიოდს ცხოვრების, ეს ამ წლების წინ? ეს 22 წლის ვიყავი, რომ დაიწყო ეს პერიოდი და გაგრძელდა წლები და ბევრი ვიკითხე ძალიან. ეს ფსიქოლოგიური წიგნები, мотиваციის მომცემი ხო, როცა ცუდად ხარ, მაშინ იწყებ შემეცნება ზუსტად. მე იმაშიც გამიმართლა, რომ სწორი ადამიანები მყავდა ყოველთვის გვერდით. პირველ რიგში ლაშა, რომელიც არის უძლიერესი პიროვნება, მე არ ვიცი ეგეთი ძლიერი პიროვნებები. ძალიან იშვიათად შემხვედრია და მასაც ზუსტად შეეხო, რა თქმა უნდა, ერთად გავიარეთ ეს რთული პერიოდი და როგორ იყო, იცი, აი ეს ერთმანეთზე მუშაობა, წეღანაც ვახსენე, რატო არის აუცილებელი? იმიტომ რომ როცა მას ხედავდი, რომ გაუჭირდა, ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ მაინც ისიც ადამიანია. უცებ მაქვს ეს თვისება. შემიძლია დავბლოკო ყველანაირი ფიქრი. აი დაბლოკვის უნარი გამაჩნია. მაგ დროს როცა ვამჩნევდი, რომ ლაშას სჭირდებოდა ჩემი გვერდით დგომა, ვივიწყებდი ყველაფერს და მის გვერდით მე მთასავით მე ვიტექი. როცა მე მიჭირდა ის და ესე მოვეჯით აქამდე. ნანა ქართველი ესე ხარ სოციალურ ქსელშიც, ხო? 60-ის ხაზი ეგრე არის, ესე ქვია, ნანა ქართველი, რომელიც გაჩერებული კი მაქვს, მაგრამ არ გაუქმებულა. მოვა დღე, იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ ძალიან აქტიურად. ნანუკა, ეხა კი ხარ შენ ბათუმში, მაგრამ სულ რამდენ სერიალში მიიღე მონაწილეობა? 1-2 სეზონი და ეხლა მოლაპარაკებები გვაქვს მენეჯერთან ერთად. ამაზე სიღრმისეულად ეხლა ვერ გესაუბრები, იმიტომ რომ არ შეიძლება, ყველაფერს თავისი წესი აქვს. და ვეცდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან სწორი ადამიანები მიდგანან მე გვერდით და შეცდომის დაშვების უფლებას არ მომცემენ. მე რომ თქვათ, სულმა წამძლიოს და ეს რაღაცა დამემართოს, არა, ამის საშუალებას არ მომცემენ. ამიტომ ძალიან მშვიდად ვარ და ჩემს გულშემატკივრებსაც მიმართავ, ძალიან ნერვიულობენ, რომ აი რა ხდება, ინტერესებს, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ ცოტა მოვითმინოთ, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგა და სწორი პროექტი ავიღოთ. რა ენერგია სჭირდება იმას, რომ რაღაცა შენ საყვარელ საქმიანობაში შედეგი დადო და სახელიც მოიხვეჭო? 100%-დან 100% ალბათ. როცა მე ეს შემოთავაზება მივიღე, ძალიან ბევრი ფიქრები წამომევიდა თავში, რომ აი მომენატრება ჩემი ოჯახის წევრები, რომ დედა ჩემისგან და მამა ჩემისგან ამდენი ხანი, ჩემი შვილისგან შორს ხო ხვდები, აი რანაირად როგორ ესე გაეცინათ და იცი რა მithres? შენო გრძნობების, ანუ პროდიუსერმა და რეჟისორმა შვილო, შენო გრძნობებისთვის დრო აღარ დაგრჩებაო და მეთქი რა? ანუ ვერ მივხვდი რა მithres. ამ განცდებისთვის გრძნობების დრო არ გექნებაო და თურმე სწორი მithres, იმიტომ რომ იმდენად დატვირთული ხარ. აი დილა როგორ იწყება? დილა იწყება, დგები, ეგრევე წესრიგდება, ძალიან ადრე იწყება დილა. ზოგადად ჯერ 7-ზე დგები, 6-ზეც. როგორც ბათუმში ფეხით გადავალთ, გადმოვალთ, ეგეთი ამბავი არ გვაქვს, ხო? იქ მთელი ჯგუფია, 100 კაციანი, რომელიც ძალიან შორი მანძილიდან მოდის. ჩართული ხარ, აი, არ ვიცი, 100%. ბოლომდე, ხო? და გრძნობებისთვის და დარდებისთვის აღარ გცალია. სად არის მაგისი დრო? აი, რო დაიწყებ, რო აი, ხო გინდა ზოგჯერ რაღაცა, ესე, ნანუკა, მიდი შედი სცენაზე ხარ. არ გაქვს რა მაგის დრო.
ანუ მოწყენის დროც რო არ არა, ვინ გაცდის რა მოწყენა, არა ის, არა. სიხარულის და ბედნიერების დროც არ გაქვს, რატო იცი? იმიტომ რომ იქ ტირილი გაქვს სცენაში და ძალიან უბედური უნდა იყო რაღაც. შენ რო რამე დაგემართოს, მთელი გუნდი ჩერდება, რამხელა ზარალზე წავლენ, იცი? ერთი დღის გაჩერებაც უკვე პრობლემაა. ფინანსური პრობლემები იწყება. ანუ არის რამე ყოფილა რამე ისე რა არის ხა ეს ამხელა ხმაური. ყოფილა რაიმე ისეთი ბოდიში ვერ შეგითანხმეს რომ ხაიცი კანონი შემოდის მალე რომ ხმაურით მანქანები და მოტოები თუ ივლიან რაღაც ჯარიმა, ну მოკლედ მე მივესალმები ამ კანონს. ხო და ყოფილა ისეთი სცენა რომელზეც თქვა უარი გითქვამს? უარი მithქვამს, არა. აი ხო რაღაცა შეიძლება უხერხული სცენა არა, ნახე ეს მე სადაც ვიყავი და რა არხსეც გადიოდა ჩემი სერიალი იქ თავიდანვე გარკვეული იყო ეს ამბავი. ამიტომ შესაბამისად ეგ დარდი არ მქონდა რომ მე მაგალითად მაქვს რაღაცა შეზღუდვები დაწესებული, ეს ყველაფერიც ხელს გიშლის. მაგრამ არა უშავს. ის რომ აქტუალური იყო, მით უმეტეს შენ თან მოცეკვავე, თან რაღაცა მსახიობი, სულ ეკრანზე ხარ და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნობა, ხო, პრაქტიკულად შენს გარეგნობაზე გაქვს გინდა თუ არა აწყობილი ყველაფერი. აი, როგორ იკვებები? თუ აქცევამ ყველაფერს ყურადღებას, გონია რომ შენ რაც არ უნდა მიირთვა, მაინც არ გემატება არა. სწორად ვფიქრობ. საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ძალიან ცუდია ეგ. გათამამებული ვარ ბუნებისგან, რომ არ მემატება. პირიქით ვცდილობ, რომ მოვიმატო ხოლმე რაღაც კილოები. გიყვარს ისე ჭამა? ძალიან. გემრიელი ჭამა ძალიან მიყვარს. როგორი საჭმელები მიყვარს, იცი ეს სალათები და ქართული მამაპაპური მუსი პუსი რაღაცები არა ეს შემწვარი ესეთი მოხრაკული კაცური საჭმელები ძალიან როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება აი ასე 1-20 წლის მერე 7 ჩემს საყვარელ ხალხის გარემოცვაში აი ესე წარმომიდგენია მაგრამ თან კარიერული წინსვლით ბევრი მიღწევებით გავლილი მქონდეს ის მომენტი რომ ბევრ რაღაცას გავართვი თავი, წარმატებულად იამაყა ოჯახის წევრებმა, კიდევ უფრო ქვეყანამ, ხო ხვდები და ეს რაღაცა დამსახურება რა გვაქვს და რომ შვიდათ რო ხარ და შენი რაღაცა გააკეთე და შენი აგური დადე მინიმუმ შენს ქვეყანაში. ყველაზე მაგარი არის იცი რომ შენს ყოველ შენს წარმატებას პირდაპირ აკავშირებ შენი ქვეყნის წარმატებას. მე შენ გახსოვს ის პირველი სიუჟეტი რო გავაკეთეთ ესეთ ყველაზე გრძელი. იქ რა გითხარი გახსოვს? გითხარი რომ მე თუ ქალაქიდან გავედი, საზღვრებს გავწთი, პირველი ხაზი რასაც გაესმევა, ეს იქნება ჩემი ბათუმელობა და ჩემი ქართველობა თქო. ავასრულე თუ არა? კი. უდაოთა ასრულე და მახსოვს ეგ შენი სიტყვა. ბათუმელობა ძალიან ისეთი თემაა. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. მართლა გეუბნები. ეს წინადადებას როცა მიწევს ამის თქმა რომ მე ვარ ბათუმელი რაღაცა როგორი ის მაგ შეგრძნება იცი რომ საპასუხისმგებლო წინადადებას წარმოთქვა არა ხო იმსახურებ ამას რომ მე მაქვს ამის უფლება რომ თქვა რომ ბათუმელი სხვა შენს ეგ გვაქვს ძალიან დიდი მადლობა შენ რომ გამონახე დრო ჩემთვის და თან ესე გამომყავი რომ შენთვის გამოვნახე ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ზუსტად ვიცი რომ ვერანაირი ბულინგი, ვერანაირი ჰეითი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. ნახე ეს ჰეითერების და ბულინგების პერიოდი გავიარე. რა თქმა უნდა რაღაც მომენტებში ყოველთვის იქნება ეს და ყოველთვის ცოტა მაინც იმოქმედეს, მაგრამ იმ დონეზე არა. ერთი ისტორია გამახსენდა, როდის მივხვდი რომ არ ღირს ამ ყველაფერზე ნერვიულობა. ჩავედი თურქეთში. პირველად ჩავედი და ეს ამბავი ატეხილია, ну მოკლედ დედაშულს არა იყვანს ხელში და ძალიან დიდ სტრესში ვარ და ვერ ხვდები რომ რა ჭირს ამ ხალხს, რას მერჩიან, რა დავაშავე. ხო ხვდები, რა დავაშავე. გადაღება გვაქვს ანა, ძალიან ვიწრო ქუჩა. გადაიკეტა, ვიღებთ მანქანა მეჯახება. ავარიის სცენა. ესეთი სცენები ცოტა რთულად გადასაღებია რამ ხრივ. იღებენ ფართო კადრს მანქანიდან, ანუ შიგნიდან, ზევიდან, გვერდიდან, აი ყველა მხრიდან იღებენ, რომ მე საუკეთესო კადრი აიღონ და ესეთი ეფექტური ამბავი გამოვიდეს სცენა და ესეთი ვიწრო ქუჩა არის, იქეთ-აქეთ არის მაღაზიები. გადაკეტეს, რომ ეს მშვიდად წმარად ხელი არ შეგვიშალოს არავინ და სცენარი როგორი მოდის მანქანა, მეჯახება, რა თქმა უნდა დავვარდები, ვარტყამ თავს, აქ სისხლს მასხამენ, იქას ხამენ, გრიმს მიკეთებენ. ეს
გავიმეოროთ რამდენჯერ, ანუ ბევრჯერ რა. რამდენიმე დუბლი იყო? ხო, იმიტომ რომ ბევრი კუთხიდან ბევრი იღებენ. კადრი უნდა ხო, ოღონდ დედასპიცა ვარ. არ ვაზვიადებ. მაღაზიიდან იქ რეჟისორ ეძახით, ეს ხალხი კი აკონტროლებს, რომ ზედმეტი ადამიანი არ გამოვიდეს და ხელი არ შეუშალოს ამ პროცესს, მაგრამ არის რა მომენტი გადაწყობა კამერების. ამას ჭირდება რაღაცა დრო რა. და დგევარ ამ სისხლს მიწმინდავენ და იქ ჩემი პარტნიორი დგას და ვიცინით ვხუმრობ და ქალი დგას, გამოდის ჩვეულებრივი დეიდა საყვარელი მაღაზიებით, პარკებით, ჩვეულებრივი მოქალაქე. და ისე მოხდა რომ მოვიდა პირეთყობა მაღაზიიდან გამოვიდა ვიყურე და პირდაპირ შემოვიდა და ამ პერერევზე გამოეპარათ რა ეს ქალი მხედველობის არეალიდან. ხა. ესე შენ ხარ ნანუკა. ხო? არ ვაზვიადებ. მოდის ესე და ესე ხე. და მე ვერ ხვდები ხა მგონია რომ ჩვენი ჯგუფის წევრი ვარ შევხედე რომ არა. და მეუბნება იცი რას? შვილო. იამანი ერქვა ჩემი პარტნიორის გმირი ვინც იყო. Yamanso შენიო, ძმაო არ მოუკლავსო. მართლა გეუბნები. მთელი სერიოზულობით და მე აი რა. ესე ვუყურებ და ანუ ჯერ ვერ ხვდები რა ხდება, ანუ ხო უნდა გაიაზრო ეს. მართლა გეუბნებიო, Yamanso შენიო, ძმაო არ მოუკლავსო და შენო ყულად ერთშიო, იცი რა კაი ბიჭიაო? მეო ვიციო, შვილო და დამიჯერეო. ოღონდ ეს ქალი არ დაგავიწყდეს ამ ყველაფერს ხედავს როგორ ვიღებთ და ხედავს რომ ეს არ არის რეალური. ხედავს რომ იღებთ. და ეს რომ ხო, ეს რომ გავიაზრე. მამარტივი ადამიანს შეუქმნა ილუზია. შეხედე და ილუზია ეს ერთია, მაგრამ რომ ხედავ როგორ პროცესს და კიდე რომ ვერ ხვდები ამას, აქ უკვე პრობლემაა და რა უთხარ ან დამშვიდდი ხო? არა, ჩემ პასუხიც რა უთხარი, იმიტომ რომ იმის თავისი სამყაროა. იქ აღარ უნდა შეეცინა. აპატიებოდეს რაღაც თქო. არა. ესე ძალიან სერიოზ. მე ამას გავარკვევ თქო. არა ძალიან კაცრად. ეთყოდი შე. და აი მანდ მივხვდი რომ იცი რა ამ ხალხს აქვს რაღაცა თავისი სამყარო, რომელშიც არ უნდა გაერიო, არ უნდა ჩაერიო, იყოს ის როგორც ფიქრობენ, მოვადრო თუ მისახვედრე მიხვდებიან, თუ არა და ეგეც არ არის პრობლემა და იმ ჰეითერების მადლიერიც ვარ. იმიტომ რომ გაგზარდეს. გამზარდეს ძალიან. ნანუკა ძალიან დიდი მადლობა მართლა გულწრფელად. მართლა ძალიან გვიამაყები და ყოველი შენი წარმატება და შენი ეკრანზე გამოჩენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბათუმელებისთვის. ასე რომ კიდევ ბევრი წარმატება შენ და შესაბამისად ჩვენც. ძალიან დიდი მადლობა, რომ დამაფასე, რომ სწორად შემაფასე და მეც საპასუხოდ მინდა რომ სულ წინ და წინია რომ შენი გადაცემით, ამ გადაცემით მე სხვა გადაცემით გაგიცანი თავის დროზე. ეხლა აქაც შევხვდით. ვინ იცის წინ რა გელოდება და ნახოთ. ყველაფერი საუკეთესო. მთავარი ჯანმრთელობა იყოს. მე ჩემი გოგო.